შემდეგი საკითხი ლეონტი იმროველთან არის ვთქვათ მისი კონცეფცია მეფობის უფრო კონკრეტულად ერთმართველობის შესახებ, ანუ როდისგან დამყარდა და რა ბედი ეწია მეფობის ტრადიციას საქართველოში. მთავარი კითხვა, რაზეც უკვე უნდა აიგოს ჩვენი მსჯელობა, ეს არის როდის და ვის მიერ დაარსდა საქართველოში მეფობა. მოქცევა ქართლისა ის პოზიცია ვიცით, ჩვენ მეფობა ქართლში დაარსდა, თუ ამას გავითვალისწინებთ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქას, მე-4 საუკუნის ბოლოს და დაარსდა მას შემდეგ, რაც მაკედონელმა ილაშქრა აქ და პირველი მეფე არის ვინ? ის ვინც ჩამოასახლებს ქართველებს ქართლში და ვინც უმეფებს ამ ხალხს. ანუ ეს არის აზო. სულად განსხვავებული არის ჯერ ერთი აზოს მიმართ ლეონტი მროველის დამოკიდებულება, აზოს როგორც მეფის მიმართ. კიდევ ერთხელ შევეხებით ამას ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მეორე განსხვავებულ ეპოქას საზღვრავს თვითონ ლეონტი მროველი მეფობის გაჩენისას, მეფობის დაწესებისას. საერთოდ კონცეფცია მროველისა არის შემდეგი, რომ კაცობრიობის და ეს მარტო მისი არ არის ბუნებრივი ბიბლიური მიდგომა არის, რომ კაცობრიობის პირველი მეფე მისივე შემქმნელი ადამიანია. შესაბამისად აი ამ მიდგომის მიხედვით კავკასიის მეფე, კავკასიის მმართველი თარგამოსია და მისი შთამომავლების მიერ შექმნილ ქვეყნებში და ხალხებში თვითონ შთამომავლები არიან მეფე, მაგალითად ქართლის მეფე ქართლოსია, ხოლო შემდეგ მცხეთოსი იქნება, უფროსი ძე მემკვიდრე ის არის და მცხეთოსის შემდეგ თქვათ უფროსი უნდა იყოს და ასე შემდეგ. იგივე კონცეფცია იქნება ალბათ სომხეთისთვისაც განკუთვნილი, ეგრისისთვისაც და სხვა კავკასიელი ხალხებისთვისაც. უბრალოდ როგორც გითხარით, მათ შესახებ უკვე აღარ ვითარდება მსჯელობა ამ თხზულებაში. ეს არის მიდგომა, რომელსაც იმროველი აფუძნებს ბიბლიას და ბიბლიურ მიდგომებს უпроსწორად. ბიბლიაში ნამდვილად არ არის საუბარი ქართლოსზე და მცხეთოსზე. უბრალოდ აი ამ საწყისიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე ქართლშიც აი ამას უკავშირებს, ასეთ ფაქტებს უკავშირებს მეფობის დამყარებას. შემდეგ ეს ტრადიცია დაირღვა და რამ დაარღვია? დაარღვია შფოთმა, რაც ქართლში ჩამოვარდნილა, ანუ ღვარძლმა, რამაც სხვათა შორის არა მარტო ერთ მეფობა და მეფობა და ერთ მეფობა, აქედან გამომდინარე რაღაც ღვთიურ განჩინებად, ღვთიურ დაწესებულებად მართვის ყველაზე სწორ ფორმად მიაჩნია, ღვთის მიერ შექმნილ ფორმად მიაჩნია ლეონტი მროველს, ესეც უნდა აღინიშნოს და იმდენად იმძლავრა შემდეგ შფოთმა მოსახლეობაში, გაუტანლობამ, ღვარძლმა, რომ ეს არა მარტო ერთ მეფობას უთხრის საფუძველს, არამედ თვით ჭეშმარიტ რწმენასაც და ამ ღვარძლის მოძალების ნიადაგზე, აგრეთვე ამას ემატებოდა გარე ფაქტორები, ანუ წარმართ მტერთა დაპყრობები საქართველოში და ზოგადად კავკასიაში, მოსახლეობას, ხალხს, მათ შორის ქართველს ჭეშმარიტ რწმენასაც ავიწყებს და კერპთაყვანისმცემლობას ამკვიდრებს ჩვენთან. ესე თქვათ ორი მიდგომა იკვეთება ლეონტი მროველთან. ერთზე უკვე გითხარით, რომ ერთ მეფობას რაც შეეხებოდა, მეორე ლეონტის მიხედვით თავდაპირველად ადამიანებს ჰქონდათ ჭეშმარიტი რწმენა ღმერთისა, შემდეგ ხდება უკვე ამ ჭეშმარიტი რწმენისაგან გადახვევა და უკვე კერპთაყვანისმცემლობის დაწესება, რაც საფუძველიც ორი ყოფილა, ერთი თვითონ მოსახლეობაში ჩამოვარდნილი შურით შფოთი და ღვარძლი და მეორე ყოფილა თქვათ კერპთაყვანისმცემელ დამპყრობთა თარეში და მათი პოლიტიკის გატარება
საქართველოში. ლეონტის სიტყვებით მთავართა შურის შორის შვილთა ქართლოსიანთა მთავართა შურის შორის შვილთა ქართლოსიანთა იწყეს ბრძოლა და ხთომად ურთიერთას რამე თუ უფლოს ზესამცხეთოსსა არა ერჩდეს არც აღიარებდეს უფლად რომელსა მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლება ქართლოსიანთა ანუ ფაქტურად მცხეთოსი კვლავ აგრძელებს მეფობას ქართლოსის შვილი, მაგრამ აი უკვე უფლოსი აღარ არის მეფე, რომელიც მას ერგება, ვეღარ სწევს მეფობას, რომ მას აღარ ემორჩილება ქართლის სხვადასხვა მხარის მკვიდრნი, იმიტომ რომ თითოეულს დაუწყია ბრძოლა განდგომისაკენ და საკუთარი დამოუკიდებელი მმართველობის შესაქმნელად. აი ასე ამ გზით მოსპობილა ქართლში მეფობა ადგილ-ადგილად თავადნი იჩინიან, რა თქმა უნდა, თავადაზნაურული ფორმაცია მაშინ ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ მიუტევოთ ეს ლეონტი მროველს და ვთქვათ, რომ აქ შეიძლება იგულისხმება უბრალოდ მხარის გამგებელნი, ანუ ერისთავნი, ვთქვათ, სიტყვაზე დავარქვათ ესეთი სახელი, ხოლო რომელნიცა იყოს მცხეთას, იგი იყოს ყოველთა მათ სხვათა ზედა და არცა სახელდებოდა მეფედ, არამედ მამასახლისი ეწოდებოდა. ანუ გარკვეული რაღაც მმართველობა მაინც ყოფილა ქართლში, ოღონდ არა სამეფო ხელისუფლები წარმოდგენილი, არამედ მცხეთა როგორც პოლიტიკური, კულტურული ცენტრი ქართლისა მცხეთის გარკვეულ უპირატესობას მაინც ინარჩუნებს, რომ მცხეთის მამასახლისი სხვა მამასახლისებზე მაღლა დგას. ანუ გარკვეულწილად მათთვის ავტორიტეტს წარმოადგენს, მე არ ვიცი რა ფორმით ემორჩილება სხვა მამასახლისები, მაგრამ სამამასახლისოებად დაყოფა ქართლისა უკვე ნიშნავს, რომ ერთმართველობა აქ არ არის, ხოლო მცხეთის მამასახლისი ესე გამოკვეთა ლეონტი მროველისაგან, ალბათ მაინც იმის ხაზგასმა, რომ გარკვეული უპირატესობით სხვა მმართველ სახლებთან თუ საგვარეულოებთან შედარებით მცხეთის მმართველთა გვარი, ანუ სამამასახლისო უპირატეს ინარჩუნებს. უმეფობის ხანამ გასტანა ფარნავაზამდე, რომელიც იყო მცხეთის ბოლო მამასახლისის სამარას ძმისშვილი და შემდეგ უკვე მეფობა აღადგინა ფარნავაზმა და არა მხოლოდ მცხეთაში მისი უფლება, არამედ მთელს ქართლზეც და სწორედ ლეონტი მროველის მიხედვით მთელს საქართველოზე, ალბათ გახსოვთ, იცით, რომ გადმოცემის მიხედვით ქუჯი, ეგრისის მმართველი შევიდა ფარნავაზის ქვეშევრდომობაში და ფარნავაზმა თავისი სამეფო ხელისუფლება განავრცო მთელს საქართველოზე. მაშასე ამ მიდგომით ფარნავაზი არის პირველი მეფე, უბრალოდ აღმდგენელი მეფობისა ქართლში და მეორე მხრივ საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფე. ამ შემთხვევაში ვინ არის აზო, რომელიც მოქცევა ქართლისა ის მიხედვით სწორედ მეფობის შემქმნელია, ქართლში პირველი მეფეა. ამ შემთხვევაში აზო ტიპიური დამპყრობელია. აზო არის ალექსანდრე მაკედონელის არა ქართველია, როგორც მოქცევა ქართლისა ისია, არამედ ბერძენის სარდალი, რომელიც ბერძენ მეფეს ემორჩილება და ბერძენ მეფეს, ანუ ალექსანდრე მაკედონელს უქვემდებარებს ქართლს და რა თქმა უნდა უქვემდებარებს გარკვეული სასტიკი მეთოდებით, სასტიკი ხერხებით, აი ზუსტად ამ სისასტიკეზეა საუბარი ქართლის ცხოვრებაში, ანუ ლეონტი მროველის ელსულებაში, რომელიც ქართლის ცხოვრებაშია შესული და ზუსტად ამის გამო მას აუჯანყდება მთელი ქართველი მოსახლეობა ფარნავაზის მეთაურობით, აზოს დაამარცხებს ქართლისა და ეგრისის გაერთიანებული ლაშქარი და ერთ ბრძოლაში აზო თვითონ მოკვდება, ხოლო ის 1000 ბერძენი ჯარისკაცი და ამას მე ცოტა ქვემოთ კიდე შეგახსენებთ, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა აზოს დაუტოვა ქართლის დასამორჩილებლად, უკვე გადადის ფარნავაზის მხარეს, რითაც ფაქტურად აზო განწირულია. ასე რომ
სულად განსხვავებულია მიდგომა აზოს მიმართაც. თუ მოქცევა იქ ქართლის საეში ის პირველი მეფეა, აქ ბერძენი დამპყრობელია და მისი დამარცხებელი ფარნავაზი არის სწორედ ქართლის სამეფოს აღმდგენელი, სამეფო ხელისუფლების აღმდგენელი. ეს არის ვთქვათ ლეონტი მროველის დამოკიდებულება მეფობასთან დაკავშირებით და პრინციპში მარტო მეფობასთან არ გამოგვივიდა. სარწმუნოებასთან დაკავშირებითაც გახსოვთ ჩვენ ეფრემ მცირეზე ჰქონდა საუბარი, როდესაც ის ბერძნებს სთავაზობს უფრო ადრე ვინმე ლეონტი ამას დაწერდა, ამას აღნიშნავდა თავის თხზულებაში ესეთ კონცეფციას ქართლის გაქრისტიანებისა, რომ ქრისტიანობა ქართლში შემოიტანა ანდრია პირველწოდებულმა, მაგრამ შემდეგ შურის ღვარძლის, დაბნეულობის, მტერთა შემოსევების შედეგად ქართულმა ხალხმა თითქოს დაივიწყა ეს ჭეშმარიტი რწმენა, რომელიც მოციქულმა გაავრცელა ქართლში და შემდეგ ისევ ღმერთმა ახალი მოციქული წმინდა ნინო მოუვლინა საქართველოს, რათა უკვე საბოლოოდ ჭეშმარიტი რწმენა დამყარებულიყო და გამყარებულიყო ქართლის ტერიტორიაზე. აი დაახლოებით ესეთი კონცეფცია არსებობდა და ამის შესახებ ვეცით და ეხლა სხვაგვარი სახით წარმოადგენს ამ კონცეფციას უკვე ლეონტი მროველი, როდესაც საუბრობს არა უშუალოდ ქრისტიანობის გავრცელებაზე პირველი საუკუნიდან, არამედ თავიდანვე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაზე, ღმერთისა, რომელმაც შექმნა ადამიც, იმ ღმერთისა, რომელმაც შექმნა ნოეც და გადაარჩინა ნოეს სახით კაცობრიობა და გაამრავლა და რომლისაც ასევე სწამდათ თარგამოსა და მის შთამომავლებს, ხოლო შემდეგ წარმართობას ღვარძლის შედეგად დაუდვია ბინა ქართლში, ხოლო ქრისტიანობის გავრცელებამ ეს წარმართობა ისევ ჭეშმარიტ რწმენით ჩაანაცვლა, ქრისტიანული რწმენით. ახლა კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ ლეონტი მროველთან, ეს არის მისი სოციალური პლატფორმა, სოციალური პოზიცია. დაახლოებით ეს შეგვიძლია პირდაპირ ესე შევაფასოთ, ეს არის ანტიაზნაურული, უბრალოდ ის არის მოწინააღმდეგე დიდ აზნაურებისა, ანუ იმ დასის წევრი, რომელიც დიდ აზნაურთა დამორჩილებას, მათი ურჩობის ალაგმას და საერთოდ დიდ აზნაურთა წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის სამეფო კარი, ეს არის მეფის მომხრეთა დასი. ეს არის მე-11 საუკუნე, როდესაც განსაკუთრებით მწვავედ დგას სამეფო ხელისუფლებისა და დიდ აზნაურთა ნაწილის დაპირისპირება, რომ ზუსტად ამ დაპირისპირებაზე გადის საქართველოს გაერთიანება, თუ სამეფო ხელისუფლება იქნება მტკიცე და გაერთიანებს ქვეყანას მტკიცე მეფობის ქვეშ, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვილი ფეოდალები, დიდაზნაურები იძულებული გახდებიან შეეგუონ თავიანთი მდგომარეობის შეკვეცას და რეალურად ამას არ ეგუებიან, ამიტომაც ხდება დაპირისპირება, რომლის ესეთი მკაფიო მაგალითი სხვებთან ერთად, მარტო ეს არავინ მეორებს სხვებთან ერთად არის ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირება და მისი შთამომავლების დაპირისპირება სამეფო ხელისუფლებასთან. ეს მაგალითად მოვიყვანე, იმიტომ ყველაზე ცნობილი ფაქტია და დარწმუნებული ვარ თქვენ ეს იცით. ლეონტი მროველი არა მარტო გმობს დიდაზნაურთა გამოსვლებს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ მისი მიზანი უფრო მეტია, უფრო დიდია. მან ერთგვარად იდეოლოგიურად უნდა გაამართლოს სამეფო ხელისუფლების ბრძოლა დიდაზნაურთა თვითნებობის წინააღმდეგ და გაამართლოს იმით, რომ გაამტყუნოს დიდაზნაურები, ანუ შექმნას და საზოგადოებას, მკითხველს, სახელმწიფოს, ერს, არც კიდე რა სიტყვა ვიხმარო, შესთავაზოს ისეთი პლატფორმა სოციალური, რომლითაც დიდაზნაურთა ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ თავიდანვე თავისთავად იქნება ასოცირებული მათ ბრძოლასთან ქვეყნის წინააღმდეგ
და საფუძვლად რა შეიძლება დაედოს აი რატომ არიან ეს დიდაზნაურები იბრძვიან არა მარტო მეფის არამედ ქვეყნის წინააღმდეგ ვინ არიან რა უნდათ რა ამოძრავებს რამ დააყენა ისინი ესე ერთდროულად ასე ლეონტის მიხედვით ღალატის გზას იმიტომ რომ ისინი ქართველები არ არიან აი ეს არის მთავარი ასე ვთქვათ ფორმულირება მისი იდეისა რომ დიდაზნაურები იბრძვიან მეფის წინააღმდეგ იბრძვიან სახელმწიფოს ანუ საქართველოს წინააღმდეგ და ეს ბრძოლა ძალიან ადვილად ასახსნელია ისინი რომ იყვნენ ქართველები მათი წინაპრები რომ ყოფილიყვნენ ქართველები ისინი არ იბრძოლებდნენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მათი წინაპრები იყვნენ არა ქართველები არამედ ქართველთა დამპყრობლები და ვინ არიან ეს ქართველთა დამპყრობლები ანუ მათი წინაპრები ესენი არიან აი აზოიანები ანუ ის 1000 ბერძენი რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა აზოს დაუტოვა რათა 1000 ბერძენით ანუ აზოიანით ემართა აზოს ქართლი და კი არ ემართა არამედ ეძარცვა და ეჩაგრა და მოესპო და გაენადგურებინა როდესაც ფარნავაზმა აზო დაამარცხეს 1000 ბერძენი ფარნავაზის მხარეს გადმოდის მაგრამ შემდგომ ისინი თქვათ კარგავენ რა თავიანთ უპირატესობას რომ იქნება ქართული სამეფო სადაც თავარი ადგილი უკვე ეთნიკურად ქართულს და არა ყოფილ გაბატონებულ ბერძენთა მოლაშქრეთა შთამომავლებს ეკუთვნით ამიტომ ისინი შეიქმნენ და ისინი იბრძვიან მათი ბატონობისთვის ანუ ყოფილი ბერძნული უცხო დამპყრობელი ძალის ბატონობის აღსადგენად და ქართული ხალხი მოვალია ქართულ მეფესთან ერთად იბრძოლოს საქართველოს თავისუფლებისათვის და ერთიანობისათვის იბრძოლოს აზოიანთა ანუ აზნაურთა წინააღმდეგ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან კარგად ვიცით რომ აზნაური აზოდან არ მომდინარეობს და ეს არის აზნა სპარსული სიტყვა რაც არჩინებულს ნიშნავს და აქედან არის წარმოებული ეს ტერმინი რომელიც კონკრეტული სოციალური ფენის თუ წოდების სახელწოდებად იქცა მაგრამ ჯერ ერთი შეიძლება ლეონტი მროველიმეს არ იცის რომელმა ეს არ იცის მაგრამ რომ ციცოდეს ძალიან ლოგიკურად და ოსტატურად უკავშირებს აზოს და აზოიანებს ანუ აზოსიანებს აზნაურებთან და ყველაფერ ამას უკავშირებს ერთდროს ბერძნულ დამპყრობლურ პოლიტიკას. ამიტომაც არის ეს ბრძოლა, ანუ ეს ბრძოლა არის არა იმისთვის მეფე იქნება ძლიერი თუ აზნაურნი, არამედ იქნება საქართველოს თავისუფალი და ძლიერი, თუ იქნება ის, ვთქვათ, ბერძენ დამპყრობთა შთამომავლების ხელში განაწილებული, გაფანტული, დასუსტებული, რაც პირველ რიგში სახელმწიფოსთან ერთად ისევ ქართლოსიანებს, ანუ ფარნავაზიანებს, ანუ ქართველ ხალხს აზიანებს, აზარალებს და მის მომავალს სპობს. ესეთი პოზიცია კიდევ ერთხელ ამბობ აიხსნება იმით, რომ მე-11 საუკუნეში ეს შიდა პოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბულია და მართლაც რეალურად ხდება, რეალური ბრძოლა მიმდინარეობს ფეოდალური არისტოკრატიის ნაწილსა და სამეფო ხელისუფლებას შორის და ესეც არის ერთგვარი მცდელობა, რომ ისტორიკოსმა შექმნას ნაწარმოები, რომელთაც ამ ბრძოლას დიდ ფეოდალურ არისტოკრატიის წინააღმდეგ სამეფო ხელისუფლებისა იდეოლოგიურ საფუძვლებს შეუქმნა. საბოლოო ჯამში კიდევ ბევრ სხვა საკითხს ეხება ლეონტი მროველის თხზულება, არც ერთი მათგანისათვის, ანუ ისტორიული თემებისათვის ჩვენ აქ დრო არ გვჭირდება რომ განვიხილოთ, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ფარნავაზი იყო არა მარტო პირველი მეფე ამ თხზულების მიხედვით და საქართველოს გამაერთიანებელი, არამედ ფარნავაზი იყო რეფორმატორი მეფე, მას უკავშირებს ლეონტი მროველი ქვეყნის საერისთავოებად დაყოფას და ერთ სასპასპეტოს გამოყოფას თქვათ მცხეთაში, მას უკავშირებს ქართული მწიგნობრობის გავრცელებას და მეტიც ქართული დამწერლობის ანუ ანბანის შექმნას ფარნავაზს უკავშირდება დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა,
არა მარტო მცხეთაში, არმას ციხის აგებით, არამედ ზოგადად მთელ საქართველოში აღარაფერს ვამბობ, რომ ფარნავას უკავშირდება არმაზის კერპის აღმართვა და რელიგიურ რეფორმას გარკვეული პოლიტიკური და ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა, რაც ლეონტი მროველმა ძალიან კარგად დაინახა და ზუსტად შეაფასა. ასევე აღწერილი აქვს მას საქართველოს გაქრისტიანების პროცესი ფარნავაზიდან მირიან მეფემდე საკმაოდ ბევრ საინტერესო მასალას ჩვენ გვაწვდის. ძალიან კარგი ცნობები აქვს მას ქართული წარმოდგენების, ანუ ღვთაებების შესახებ, არა მარტო არმაზის, არამედ სხვა დროს არსებული ღვთაებებზეც წერს, მათ ფუნქციებსაც განმარტავს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამ თემებზე, ან წმინდა ისტორიულ ნაწილზე არ გვაქვს საუბარი და კაცმარო თქვას, ეს არც არის მაინდა-მაინც ჩვენი თემა, ეს უფრო ისტორიის კურსია. ჩვენ უბრალოდ ამ ძირითადი პროცესების მიმართ ისტორიკოსთა დამოკიდებულება გვაინტერესებს და რამდენიმე მთავარი საკითხის მიმართ ლეონტი მროველისეული დამოკიდებულება თითქოს გაგაცანით. ანუ ერთი საკითხი არის როგორ წარმოიშვა ქართველი ხალხი, მეორე ეს არის და არა მარტო ქართველი, არამედ მთელი კავკასიელი ხალხი და იცით რის საფუძველზე წყდება ეს საკითხი ამ ისტორიკოსთან, მეორე არის კავკასიელი ხალხის ნათესაობის საკითხი და იცით რომ გითხარით ყოველ შემთხვევაში რომ ამას გარკვეული პოლიტიკური სარჩულიც ედო. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი, პრობლემური არა იმიტომ რომ რამენერად დღეს ეს საკითხი აქტუალურია, არამედ პრობლემური თავისთავად. ახლა თქვენგანისათვის შეიძლება მოულოდნელი სიახლე იყო, რომ ქართველი ისტორიკოსი ქართულ ენაზე უწინარესად საქართველოში სომხურ ენას აღიარებდა და ვეცადეთ რომ აგვეხსნა გარკვეული ლოგიკური ახსნა მოგვეძებნა ამისთვის, მისი კონცეფცია გაგაცანით ერთმეფობასთან დაკავშირებით და აგრეთვე სოციალური პლატფორმა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ მთავარ ღირსებას ამ ნაწარმოებისა, რისთვისაც პრინციპში შეიძლება დაიწერა კიდეც ძირითადად, რომ შეიქმნა საქართველოს გაქრისტიანების ერთიანი ოფიციალურად აღიარებული კონცეფცია. ამით დავასრულოთ ლეონტი მროველის შესახებ ჩვენი საუბარი.